დათო წავიდა ვითო? დადგა ეს შენი ერიდილა, როდესაც ადგა და წავიდა, არა ეს 1-2 წელი კი გავიდა, ხო იცი? მაშინ ხო არ წავიდა? არა, ისე როგორ წავიდა მე რო მოიცავა ბარებს ნახო. ნუ ახლა პრინციპში ამის ბარგით რას მიხვდები წავიდა თუ მოვიდა? დათუჯა ირაკლი დავიღუპე მე მგონი რა აიღუპე? ხო მე რამდენად დათო? რა იყო? რა მოხდა? ჯერათ რა? აი შეხედე დღეს ხო ჩემი გამოფენა ნახატების მე სადამში ხონდა ეს ნახატები შენდაკული წვიმა ჩასულა ეს წვიმები რო იყო და დათო? წვიმა ავითო? მე რა ვიფიქრე იცი? კონკურენტებმა ხო არ იმაიმუნეს თქო? კარგი რა ირაკლი და რა ვქნა ხა მე რა უნდა ქნა დათო და თავიდან უნდა დახატო. აი მე რას მოვაწები რა დათო ბათუმში რო გაქვს შენ ნახატები ის რო ჩამოიტანო და ის გამოფინო უცებ წახვიდე ჩამოიტანო გამოფინო. კარგი რა ირაკლი და მაიმუნობის დროა ხა ის რაც გული მაგ აკეთყვაზე რა შეხედე რაც გავწევი ნახატები რა კარგი მანახერწუც კარგი დამშვიდი მე მგონი გაიყიდება ესეც ამასაც გამოუჩდება მყიდველი აი ხო არის ხალხი დათო ვისაც დაობებული ყველი უყვარს დავიღუპეთ მარიკა რა მოხდა? ვაიმე დავიღუპეთ რა მოხდა და აი ჩემი გამოფენა ხო არის დღეს და ნახატების შენახული ხო და სარტაფში წვიმები რო იყო ეხა ეს წვიმები რო იყო შევსვლა წყალი და დავიღუპეთ არა ზოგიერთ ნახატი გადარჩენილა ეს ნახე ეს გადარჩენილია? კი ეს არის გადარჩენილი დათო ვუყურებ ახლა მე ამ ნახატებს და კიდე რო არჩევ რომელია გადარჩენილი და რომელი არა მე ეგრე ხატავს მარიკა აი ეს რა არის? სიშველი ქალი ნახატ აბუშებული ეს სიშველი ქალია? ხო რა ვქნა ხა სადუშო იყო მე ზედ ნატურა შიშველი ქალი შიშველი კაცი რო დახატო სადუშო შიშველი კაცი სადუშო შიშველი კაცის სადიშოვო დათო ნუ ახლა პრინციპში შენ ჩემ ყველა ტანსაცმელს თუ დამიბრუნებ შორს წასვლა არ დაგჭირდება კარგი რა ირაკლი რა აი ესენიც გადარჩენილან ირა ნახე ვინ არის ეს არის ობამას მხარდამჭერი დიახ აი ეს არის თურქის სეირნობა დიახ ნახე სეირნობს ახლა ხო აი მე ესე გაფუჭებულა და ადამიანმა რომ ვერ გაარჩევ რა იყო დათო თუ ვერ გაარჩევ სახელი გადაარქვი და დაარქვი სანდროს ფიქრები არა და ეტყობა რომ ზეთში იყო შესრულებული კი ზეთში? კი ზეთში იყო შესრულებული არა და როგორ მიყვარდა ეს ზეთი ირაკლი გამახსენდა ზეთი არის სამოსატანი შენ წირე სხვა რამე შეასრულებ დავედი აი მე აი ეს გაფუჭებულა ეს ნატურმორტი ვაშლი და დოქი ირაკლი ვაშლიც არის სამოსატანი კი და ირაკლი დოქი რატო არ გაგახსენდა დოქი არ არის ამოსატანი ეს გაფუჭებულა
ხო, გადაკარგვა. გადაკარგვა. ეხლა. რა ვიცი დათო, რა ვიცი, ზეთიო, ვაშლიო მომაქ და გადაკარგვა, რა ვიცი, შენც გააკეთე რამე და ესე იგი, არ ვიცი რა, წელს ალუბალი ძალიან ძვირია. ძალიან ძვირი. ბატონ, ხო არ იცი ვინ გადადის კორპუსიდან? იცი რა ავეჯი გადააქვთ? აი გადასარევი. გადადის? ხო. მე არ ვიცი და არც მაინტერესებს თამარ. ვაიმე, როგორ შეცვალა იმ ლოქომეს გოგო რა? ვაიმე, უნდა გავიგო რა, თუ გავგიჟდები. ვინ არის მეტავინ გადადის? ამოიხედე ზემოთ! ზემო, ეგრე ვერ გაიტან! დადე! აყუდე! და ფეხი მოთხდა? რას მიჯერებდი მე? მეც კარგი ვინმე ვარ, რა ვურჩიე! მომიშალეს ნერვები. კეთება. ბატონ. საჭმელი რა გვაქვს? მოვიდა ლუარსაბი. სულ შენი ყვირლის ხმა უნდა ისმოდეს თამარ, რა? აბა რომ მაინტერესებს ვინ გადადის, არ გავიგო? მერე გაიგე? რო გაეგო ესე დღეში იქნებოდა. მერე კითხეთ და გეტყვით. რა? ლაშა. ვინ გადადის ლაშა? ლაშა, მოდი. ვინ ვინ არის? გადადის? მიდი. ლაშა. აგიკვირდება და თქვი დროზე გასკრაგული. მოემზადე თამარ. ჰა. ლიკა ტალახაძე გადადის. რა? ნიკა ტალახაძე ბინა გაყიდა? ვაიმე, ხო არ გათხოვდა? ჰა? ეს არის. დაწმარდი გავიგო. დაწმარდი თამრი შენ საიდან იცი ლაშა? ბიჭები თამაშობდით ეზოში დომინოს და იმათ მითხრეს. იმათ. ვაიმე, ყოჩახ ქალბატონს რა ისეთი ავეჯი ქონი არ მქონდა ნანახი. შენ მოიცა ერთი დაილაპარაკე? დაილაპარაკე თქვი რა. რა გინდა რა? რას დავილაპარაკე? რა სულია დალიე ხო? კარგი რა კეთევან რა, ორი კათხალუდი მაქვს დალეო. შევცდით რა ქეთუ რა სტომატოლოგიური კაბინეტის მაგივრად გამოსაფხიზლებელი უნდა გაგვეხსნა. ავშენდებოდით დები. ლაშიკო, ამბოლო დრო შენ ძალიან ბევრს სვა მიცოდე. სმას რა რჩევი, რამდენს ჭამს? ზარია. მიდი გააღე და შაქარყინულს გაჭმევ. მიდი. მოდი ლიკა, მოდი. ლიკა. მოდი გავაცო. ხარ ლიკა მის ბოდიშ და ხელები. ყოდა არა, ვილი მოხდა. დაჯექი ლიკა. მოდი აქ დაჯექი. მოდი დაჯექი. აბა ეხა აბა რა? როგორია? მოგწონს? რა? და გაიხედე ხო ვერ ამჩნე? უი, იყიდეთ? ხო. მეორადებში ნახეთ, ხო? რატომ მოხვედი ლიკა? თამარ, იმის გაგება არ გაგიჭირდებოდა, რომ გადავდივარ და დასამშვიდობებლად მოვედი. ხო, ლიკა, რა გაჩერდება ეხლა ამ ხალხის პირში? გავიგე. რაღაცნაირად გული მწყდება, რომ მივდივარ. მეც ისე გადადიხარ, ვერ გავიგე ის ხუჭუჭი ბიჭი რო დადიოდა შენთან დინარეს. და ლიკა, სად გადადიხარ? სად უნდა იცხოვრო? მარტო უნდა იცხოვრო თუ ვინმესთან ერთად თუ მერე დაფიქრდები და ვინმეს შენთან ერთად ესე ამასო ამოისურვე კეთება. არა, სახლი არ გამიყედია, უბრალოდ დავაგირავე და დროებით წყნეთში ავდივარ. ვაიმე, წყნეთი არის გადასარევი. ხო, ჩამოხვალ კვირაში ერთხელ და ჩამოიტან ხაჭოს ყველს და გაყიდი. თამარ, შენს ასაკთან შედარებით კარგად ხუმრო. მოკლედ, ჩემი ნივთების წასაღებად მოვედი. შენი ჩვენთან არაფერი არ არის. რა ვიცი, თქვენი მადუღარა მე მოვიტანე და. უი, გამახსენდა ლიკუნა, შენი ღვინის ჭიქები მაქვს, ხო? ეხლა გამოგიტან ერთი წუთი. და ერთი ყვავილებიანი თეფშიც უნდა იყოს შენი. თეფში. ვაიმე, ეგ გატყდა. ვაიმე, კი მერიდება, გითხრა.
ლაშამ რო ქეთევანი მოიყვანო ნაცოლად, ფეხი დაარტყა კარებში შემთხვევით და გატყდა, ხო? აბა. კარგი, არა უშავს. მოკლედ დაგიმშვიდობელი. მოიცადი ლიკუდა მოდი ასენი გაგატანო, მოდი აბა, აი ესე. აბა, კარგად ხეთევა, კარგად ლიკუდა. ბედნიერად. კარგად. ხო, შენ არ ჩამოგჩე. ლიკარა, ვიცი, ბევრიც გვიჩხუბია, ბევრიც გვიცინია, ბევრი კარგი დროც გვიტარებია. აი ეს არის ცხოვრება. აბა, კარგად ჩამარ. კარგი, აბა, კარგი. Vaime, ai ra, unde vtkva ra? იცი რა, მაშინაც, აი სადღაც ესე სიღრმეში დამწყდა გული, შევარდნაძე რო წავიდა. აი რა დათო დავიტანჯე რა გამიშეშდა ხელი უკვე. დათო, მალე ვარჩები? კარგით რა. უწუნეთ რა, კარგით რა. და ამ სურათს რამდენი ხანი ხატავდი რო იცოდეთ. მაგრამ მეგონი ხო უკეთესი გამომდის. ცოტა ხანი იდეკით რა, როგორ დაგაკენეთ ისე რა. დავამთავრებ მაგრამ. დათო. ხო. კიდე ამონკას მოუშვებთ და ფონად გამოვა ჩანჩქერი. ხო, მე მეც რომ ნახატი გამოვა, ორი გედი ჩანჩქერთან. კარგი რა ანა. კარგი რა, მე ეგრე მისვლა. მე მით ვარ განთქმული რომ ჩემი სურათები არის ორიგინალური. კი. ორიგინალური და აზრიანი, სხვადასხვა. კი, აი, ეგ სურათი როა. ბესო და ზაზა, ძალიან ორიგინალური და აზრიანი სურათია. დათო ვიდღარი გამოფენაზე სხვა მხატვრების ნახატებიც იქნება თუ მარტო შენი? კი, როგორ არა, ნოდარ ხორბალაძე და ნინო ყურაშვილი. და ის რატომ მეკითხები? არა, რომ მკითხავენ ეს ნახატი ვისიაო? ვეტყვი რომ ნოდარ ხორბალაძის თქო. ასია და თუ უნდა დაუდგეთ ჩვენ ერთმანეთს მეგობრები, აბა რა. კარგი რა. კარგი რა ანა, ისე ანა კარგად ყოლდა ტიკა რა. ეხლა მე რომ კაშლი რა გამიშეს საგული წავაცარი რა. ისე ხო როიცოდი რა ნახატები გამიფუჭდა რა. ერთი იყო ძალიან მაგარი ნახატი, იყო თურქების შემოსევა. всё, აგარ არის. ტრების შემოსევა და თუ გეშლება. თურქი ვინ იყო? კელერი იყო? მე რა პრობლემაა და თუ დაუძახოთ გლობდებს და დახატე რომ შემოესევია ნაკაურობას. აი, მაგარი თქვი, დადექით როგორ დაგაკენეთ ისე დადექით ნერვები მომიჩალე. აბა, რა ხდება, რა მხიარულება? რაზე იცნოდით გოგონებო, რაზე ვიცნოდით, აბა მითხარი, ჩემზე ხომ არ თქვით რა, მე უკაცრავად? არა, როგორი იკადრე? უი, დათო, ნახატა. ამ გოგონებს ხატა. მოიცა ესე რატო, აქეთ იქით არგილები შეუცვალე და ვაიმე, არა უშავს, რა სიზამე ხა, თავზევი ძალა არ არის. და მოიცა და ეს უნდა გაიტანო გამოფენაზე, შენ დათუნა, ხო, არა უშავს. უი, ამ ბაზას ხატავ დათუნა. დათუნა ამ ბაზას ხატა, არა მაშინ სახლში გავიტან, კარგი დათუნა, გავიტან რა იქ. ვაიმე, ეს ვინ არის? ბესო და ზაზა? აუ, რა მაგრა გამოგივიდა, ესე ცხოვრებაში მე მგონი უფრო კარგი ეხა რა, კარგი რა. ხო კეთო მუშაობ არა? ჰა? დავთისა. აი ესეც. ასე? აჰა. ესე იგი მონახაზი მორჩი. მორჩი და დიახ, შეგიძლია დაიშალოთ. აი ეს. როგორია? დათო, ნახე რა მაგარი ანანო. გავს, ამასაც ორი ხელი აქვს და მეს. გადი. მე რომ მეტი. დათუნა. და ეს რა არის? ეს რა ნახატი? ვერ ხედავ? 100 ლარიანი. სკოტოშურის 500 ლარზე ნაკლებ არ გაიყიდება. რას ლაპარაკობ? რა 500 ლარი გაგიჟდი? ეს რა? რა? არა. 400? 300? არა, დათუნა. 200? არა, დათუნა. რა ეხა თავის ფაშის არ გაიყიდება? რატო? რა? ამაზე რა ხატია? მაგაზე ჩანჩქერი, ესე დავარქვი, ჩანჩქერი. დიახ. ეს არის ჩანჩქერი? ბოლო შტრიხებია დასამთავრებელი და всё. ბოლო შტრიხი. აჰა, ხედავთ იკა? ესე იგი მხატვრობაში მთავარი ყოფილა ბოლო შტრიხები. დათო, იცი რას ვფიქრობ ახლა? შენ თუ მართლა გინდა რომ ეს ნახატები გაყიდო, ცოტა მარკეტინგულად უნდა მივიდგე ამ საკითხს. როგორ? აი როგორ და მაგალითად რომ დაგეხატა ლოქო
ქეთამას მოწერებოდა და იყიდიდა. კარგი რა. ციყვებს იყიდიდა ანანო დათო. აი, პატარა ბიჭი რო დაგეხატა ბარსელონას მაისურით. ვინ იყიდიდა? ირაკლი იყიდიდა. ანიცი რა უნდა დაგეხატა? თამარი უნდა დაგეხატა მაღალი. და საქორწილო კაბაში და ორ წამში გაიყიდებოდა. კარგი რა თიკარა, კარგი რა. ვა? ოიცა თამარი დამეხატა საქორწილო. ქეთო. ბატონო. შენ დასახშია? არის ნახავ. მე დაუძახი მოვიდეს მე. სანდრო. როგორ ახარ? ადილოთ მოგენი? უფ, კი, ძალიან. სადარბაზო არ მახსოვდა და მესამეც თაზე უკვე. შემოდი. დაჯექი და მეც ახლავე მოვა. მალე მოდი, თორე ტექსტი დამოვიწყდება. ხო, რამდენი წიგნები აქვს? ეთყობა ბიბლიოთეკარი ყავდა ვინმე. სოფლიო 7 საოცრება. წაკითხო? ეს ფოტო. უი, ეს ალბათ ბაბუეშენია რა. რაღაც მსგავსება გაქვს. სანდრო, რა ხუმარა ხარ? ნახეთ? ეს არის მეტეორიტის ნატეხი. უი, ესეთი ჩვენს გვაქვს სამზარეულოში. დედაჩემი წიწილას რო წვავს ხოლმე იმას ადევზევიდან. კაიქოა ეს. ჯობია მიირთვა ნამცხვარი და ყავაც დადიო. კარგი. მაია. ხო. რა მინდა გითხრა, იციო? რა ვასწავლე? აი, გუშინ რომ გაუგნებოდი და სანდრო, აბაზანა აიქით არის. არა, აბაზანა კი არა. გუში რომ გეუბნებოდი და ვერ გითხარი. ის აქვს ცხელა? არა, არ ცხელა, სხვა რამე მინდა გითხრა, ეს ნამცხვარი რა გემრიელია? შენი გაკეთებულია? არა, მაღაზიაში ვიყიდე. კიდევ კარგი. სანდრო, ეს ორი დღე რაღაც უცნაურად იქცევი და თითქოს რაღაცის თქواس ცდილობ. მე მგონი ჯობია პირდაპირ მითხრა. არა, პირდაპირ ვერ გეტყვი, ირაკლი მითხრა, პირდაპირ არ უთხრა. კარგი სანდრო, მაშინ როგორც შენ გითხრა არა, როგორც ირაკლი მითხრა, მაშინ ისე მითხარი. ესე იგი გითხრა. მითხარი. აი მე დედა. ესე იგი მაია მე და შენ უკვე დიდი ხანია რაც ერთად დავდივართ მეგობრობთ იცი ამდენი საშუალება როგორ იყო? ამდენი საშუალება როცა გვაქვს აი ერთი წუთი ტელეფონი რეკავს ეხლავე დაუბრუნდები და მე გააგრძელე სანდრო გააგრძელე კარგია ძლივს დავიმახსოვრე საერთოდ გავაგრძელო ეხლა მოიცა სად გავსჩერდი მე რა იყო ესე იგი ჩვენი გულები როცა ერთმანეთზე ვაიმე სირცხვილია ესე რა ვქნა ეხლა ვაიმე რა გავაკეთო აბაზანაში აი ეს სერიოზო რა ეს არა ცოტა დრო მჩება რა ერთი ნატურმორტიც რომ მომესწრო მაგარი იქნებოდა და ნატურმორტი გინდა? რა პრობლემაა? წამოდი ლაშქო. წამოდი, მოდი. ეს დოქი. ეს ჭიქები. ეს აგერ ხილი. დაჯექი ლაშა, დაჯექი ნაცვალ. ასე დათო, ნატურმორტი. ნუ პრინციპში ხა მე და ლაშიკოსაც თუ ჩაგვატევ, მაგრამ ეს უკვე ნატურმორტი აღარ იქნება, მაგრამ ნუ სერიოზული მონუმენტური ნამუშევარია უკვე. ტილო, რა თქმა უნდა, ტილოა. ისე
შვენიერია, შვენ. ოღონდ ეხლა არ დაიწყო რა დათო რა. შენ რომელ ქაღალდზე დაეტევი და რაღაცები რა. არა, ბატონლაშე, ხო, მაგას როგორ ვაკადრებ? უბრალოდ მე ის მაინტერესებს და მიკვირს რომ თქვენ რა საგებავი გეყოფათ. მართალია, დათო. თამარი დახატე და მალე მორჩენე. ისე მე მომწონს ეს იდეა. მომწონს ეს იდეა. ესე რო იარო შენ რესტორან. ერთ-ერთი ჭიქაი ხელში. ჭიქაი ხელში. ბუდიში გადაწყვეტნე. გაშალი ხელი. აი ესე კარგია. ოღონდ ერთი ის არის რომ 1:25 წუთი მოგიწერს ეს გაჩერდა. გაგიჟდი დათო, 25 წუთი ასე რა გამაძლებინებს. გაძლებ ის სადაგიზებო დაიწყე ეს ქარავანი რო ტალახში ჩავარდა. ნახე რა სწრაფად გაიერბენს დრო. ხო, მე იმას ვამბობდი რომ მე მომწონს თქო ეს იდეა. მომწონს ეს იდეა. შენ რო ესე იარო რესტორნებში და ხატო, ხალხი ფულსაც გააკეთებ. კი, მე რა იმ ფულს შეაგროვებ, დათუჩა, იმ ფულით მე ერთი არღანი იყიდე. არღანით მე ადვილი ავედი. ფულსაც შევე. მოძრაობ რა. აი ესე, კარგი. მოდი, ირაკლი. გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. მეცა. დათო. ეხლა კომპოზიციისთვის. კომპოზიციისთვის ცოტა დიდი ჭიქები ხო? კარგი, რა ხალხო რა. მაცადეთ რა მუშაობა რა. სუდალევად როგორ უნდა გადააქციოთ ყველაფერი რა. მაცადეთ რა. კარგი. დამშვიდდი ნიკალა. მოდი, ერთი ჭიქა დაგვილიე. რაო? ცოტა დიდი ჭიქებიო არა ვაჟბატონმა. კომპოზიციისთვის კეთება თორე, ჩემთვის კი არა. გაგა კომპოზიციებ მე შენ კარგად. მიდი. ესა ფერმწერო. ძალიან გთხოვ, აი დააკვირდე ამ მოცემულობას. ესა რო დაგეხატა კეთევანი და ლაშა. და ნახატს დაარქმევდი გოგონა ბუშტით. მართლა გითხრა მე მქონდა ზუსტად ესეთი ჩანაფიქრი, ოღონდ თამარი და ლაშა მიდოდა დამეხატა. ოღონდ და ერქმეოდა ესე გოგონა ლობიოთი. ისა დათო მე რაღაცა წეღავ ნახე შენი ნახატი ერთი რა. ნახე. არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ მაიძულე. ეს რა. ეს არიელი ფურცელი რა. არაფერი არა, ვერ ხედავ არაფერი და თავის ადგილას. დადი თავის ადგილას. ვერავის მე შენი ნახატი მეგონა. ჩემი მშენებარე სახლი. მართალია დათო. ძალიან რთულ კომპოზიციებს ხატავ შენ და ასე გაგიჭირდება, გაგივა. უნდა დახატო რამე ისეთი პოპულარული, მარტივი. აი მაგალითად დახატე კეთევანი და თამარი. როგორ ეს? ხო, ერთად. კეთევანი და თამარი და ქვემოთ მიაწერ, იპოვეთ 10 განსხვავება. დათუნა, მე მოვისმინე შენ დათუნა. სანდრო დახატე, სანდრო. და ალექსინძის მოაზროვნეც იასებობს. კარგი იქნება. სხვადასხვა ყველაზე კარგი შანსი დღეს მაქვს ფულის შოვნის რომ მიცოდეთ. დღეს? რაღაც ეჭვი მეყარება მე. რატოი რა? მაგალითად აი ეს ნახატი ნახე. რომელი? აი ხო აი მაგის ფურცის ქვემოთ აი ეს. აი ეს ცხოველი გინახავს სამი? აი ეს ცხოველია? კი. არა. არ მინახავს დამბილად. მაგას წითელი წიგნი არ იყიდის როგორ გონია? წითელი წიგნის იმედი გაქვს შენ? აი მე აი იმის იმედი მაქვს. ნახე ის? ამის? აი ეს ნამდვილად გაიყიდება საკმაოდ დიდ ფაში. რა არის ეს? ეს არის ამას ქვია დავარქვი უფრო სწორედ ხედი ჩემი სახლიდან. დიახ. დათო, ანამ ნახატს სახელს შეუცვლი და დაარქმევ ხედი ირაკლი ჭხეიძის სახლიდან.
ან მე ვეტოს დავადებ ამ ნამუშევრს. გამორთი. ესენი. არ დალიო. მომეც ჭიკა მომეც, მე მომეც არ დალიო. მომეც არ დალიო. დადევი ჭიკა, დააბრუნე უკან. მომეც ჭიკა მომეც. რასაყონია, არა მორ, არ რეცხავს ვერაფერი. რა ვქნა დავიღუპე რა. სანდრო, ხომ კარგად ხარ? უი, ძალიან კარგად ვარ. ძალიან კარგად. რამე ხომ არ გინდა სანდრო? არაფერი, არა ძალიან მომწონს აბაზანა. გამოვალ მალე. კარგი, ვაიმე, რა ვქნა დავიღუპე რა. ირაკლის უნდა დაუღებ. აი მე აიგე ირაკლი რა აიგე. ალო, ირა. ხო, სანდრო, რა ხდება? მოიცა სანდრო. ეხლა დამშვიდდი, დაწყნარდი და ისე დამელაპარაკე. აბა მითხარი რა ხდება? რა დამაწყნარებს ირა, უნდა მიშველო, სასტრაფოდ უნდა მიშველო რაღაცა. სანდრო, თითქმის 20 წელია გიცნობ და ვერაფერი გიშველე. ირაკლი, ხო, მომისმინე ეხლა კარგად. ეხლა ვარ მე მაიასთან, მარტო მე და მაია ვარ. მაიასთან ხარ? ვა! კოჩაკ სანდრო, როგორც მე დაგარიგე, ისე იქცევი, რაც მე გითხარი, უთხარი ის? ირა, რას ვეტყოდი, ვერ მოვასწარი ვერაფერი. ეხლა მე მოგიყვები რა დამემართა. ვიჯექე ყავას ვსვავდი, გადამეკცა ზედ შარვალზე და სულ დალაქავდა შარვალი. შემოვარდი აბაზანაში, ესე როგორ გავიდე, ირა სირცხვილია, ვიღუპები, რა მითხარი რამე რა. მოიცადე, აბაზანაში თუ ხარ, სანდრო, ამორეცხე რამით და ეგ არის რა. ცადე, ირა, საპონით ცადე და არა მოვად, რაღაც განსაკუთრებულია. აჰა, ესე იგი საპონით არ ამოვიდა. სანდრო, აბა ერთი მანდ გამოიხედე, თაროები ხო არის კედელზე სადმე? შენ საიდან ის? აი რა всё. მოდიში მესმის. აბა გისმენ რა ვქნა? არის თარო? არის. ხო და მან თაროზე მაიას ექნება რამე სარეცხი საშუალება. ახლა მომისმინე, ტაშტიც იქნება მან პატარა. რამე ტაშტი? აიღე ახლა ეს ტაშტი. ჩააგდე შენი შარვალი. დაასხი წყალი. მერე დააყარე ეს სარეცხი საშუალება. ხელით მერე გამოვლი, მერე ამოიღე გაწურე. ხო? გაწურე და ხო პრინციპში გაშრობაც უნდა მაგას. ფენი ექნება მან სადმე მაიას და ფენით ამოვაშრე. მიდი გელოდები, მიდი აბა. აჰა, ირა ნახე, აი, ტაშტი გავამზადე ფენიც. აქ ყოფილა ეხლა ეს სარეცხის საშუალება. აი, რაღაც ვიპოვე. აჰა, ესეც ვიპოვე. всё, ეხლა გავამზადებ. ირა, ეს შარვალი გავიხადო? კარგი, დაგირეკავ. აბა, ეხლა ჩქარა. ყველაფერი იქნება კარგად. ისეც ამოვა. აბა, ჩქარა. ეს შავი. ეს დავაყაროთ. აჰა. ეხლა ესეც ასე. სანდრო, მართლა კარგად ხარ? რა ვიცი, კარგად ვარ. რას ვაკეთებ? რეცხავ. რა? ვისველაპარაკები? ვისველაპარაკები და სუდი სიზმარი მაქვს ნანახი და წყალს ვაყოლებ ეხლა რომ წაიღოს. არა, სანდრო, უბრალოდ ჩემეშინა უკვე 9 საათია მანთხარ და რა ვიცი. მართლა? რა სწრაფად გადის დრო აბაზანაში. რა რომანტიულია. მალე გამოვალ. კარგი სანდრო, კარგი. აბა ვნახო. რა? კაუსტიკური სოდა? მე ირაკლი რას მერჭოდი რა. ალო, ირა, რატო გამახტევინე შარვალი რა? ალო, დათო შენ ხარ?
მე ვარ სანდრო, ხო, როგორ ახარ? როგორ ვიქნები? ეხლა მომისმინე დათო მოგიყვები ყველაფერს. ძალიან ცუდად ვარ, ძალიან მიჭირს. ესე იგი, მაიასთან ვარ, ჩემ астრო მაიასთან. ვიყავი სოვდი ყავას, გადამესხა ყავა, შევარდი აბაზანაში, გავიყადე შარვალი, ირაკლი გამახტევინე ეს შარვალი. ჩავდე, დავაყარე კაუსტიკურისოდა და განსფუჭდა, სულ მოისპო ირა. დათო ვიღუპები მიშველე რამე რა. მოიცა. ესე იგი, მაიას ახალ სახში ირაკლიმ შარვალი გაგხადა. კაუსტიკური სოდა კარგი რა სანდრო რა კარგი რა მაგისტრო გამოფენა მეწყება ძალიან უკვე წუნწუნზე რა დათო გეხვეწები არ დამღუპო მიშველე რაღაცა რა ვქნა კარგი ხო დაგიხმარები ეხლა ყური დამიგდე გესმის ალო ხო მან სადმე აბაზანაში ელექტროგამაცხელებელი არის არის ხო ეხლა ყური მიგდე მაგასთან ახლოს არ მიხვიდე, გაიგე? არ მიეკარო. რამე უარე შარს არ გადაეკარო. კარგი ხო, სანდრო? ყოჩა. ალო. დათო. ვაი. სანდრო, არ გამოდიხარ? გამოვედი უკვე. გამოვდივარ, აი მალე გამოვდივარ. აი ეხლა რა ვქნა რა ჩავიცვა. ეს აქ რაღაცა ხო უნდა იყოს. აი გამოვდივარ. უკვე მოვდივარ. აჰა. აბა გამოვდი. გამარჯობა, მაგობთ რომ მოგძანდი? მოგძანდი? გამარჯობა. მოგძანდი. გამარჯობა. თამარ. ხო. ეს როდის დაგხატა დათო? ამ დილით. ესე იგი ადრინდელი ნახატია? მეც არ ვთქვი ესე ახალგაზრდულად რატო გამოიყურებათ. არაფერი. თამარ, წადი, გაიარე, გამოიარე შენც, დაათვალიერე, ნუ გეშინია ამ შედევრს არავინ მოიპაროს. ხო, ისე ირაკლი. შეეშალა რა დათოს რა. აი ამის ქვემოთ უნდა დაეკიდა ვახოს ნახატი. როგორ გითხრა? აი ვახო რო დგას თამარის აივნის ფანჯრების ქვემოთ უბრალოდ. ხო. დანაჩანგლით ხელში. ძალიან გესმით რა ეხლა ორივეს ხელოვნების აი ეს სურათი მაგალითად სოსტელის ნამუშევარი აი და ფერთა გამის მრავალფეროვნების გამოირჩევა გეთანხმებით როგორც ჩანს ეს უფრო ახალი პერიოდის ნამუშევარი უნდა იყოს აი სტილს თუ დააკვირდებით უფრო გამარტივებულია და ფერებიც ისეთი სიმკვეთრით აღარ გამოირჩევა როგორც მისი წინა ნამუშევრებში იყო. გეთანხმებით, კოლეგებო. გეთანხმებით, თან თუ ჩვენ სახის ფერით ვიმსჯელებთ, ცოტა ესეთი მოყვითალო ფერით დაკრავს, ეს მიუთითებს ნავლის ბუშტის და ღვიძლის პათოლოგიას. მაგალითად, სანაღვლე გზების ობსტრუქციაზე, ან თუნდაც C ან B ჰეპატიტზე, მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ ჩემ მოგრძალებულ ჰიპოთეზას ადასტურებს თვალები. თვალები არა, ბატონო ლაშა, რომელიც ძალზე ჩავარდნილია და ასე ვთქვათ, ნაცრისფერ ტონებშია გადაწყვეტი. არა, ბატონო ლაშა, მოგძანეთ, აი გამოცდილი კაცია, უთხოვოთ, კი ბატონო. დიახ, მე დაგეთანხმებით, ბატონო ირაკლი, გმადლობ. და მე კიდე ერთ აი შევამჩნიე და შტრიხს გავავლეთ. აი თუ დავაკვირდებით მის კბილებს, ჩვენ აღმოვაჩენთ რომ ისინი არ თუ ისე საგია.
და ეს შეიძლება იყოს გამოწვეული ასე გეთანხმებით ნაღლის ბუშტის ან ღვიძლის ან საერთოდ არასწორი კვების გამო. Მათ მოდა პანკრეასიც არ გამომიცხოთ და აი მე დათო, აუ რა კაი მოიფიქრე დათო გამოფენაზე ხედავ. აი ეს კაცი იცი ვინ არის? აუ დათო, ის არის ძალიან ცნობილი კოლექციონერი, აი ძალიან შეძლებული კაცია და აი ძალიან ბევრ სურათებს ხედულობს. აი ის, აი. და დათო თან აქვს გემოვნება ძალიან ცუდი. კარგია. ვა! რაგაცი! როგორ ახალ? როგორ ახალ თუ? რაგაცი, როგორ ახალ? შენი გამოფენა? კი, მოგეწონა? ძალიან მაგარი აღფრთოვანებული ვარ. რა? დათო, ალაფუშენი სად არის? ირა, მოდი. მოდი. ახე ვინდა გაგაცნე ხა? ეს არის ჩემი ჯგუფელი. დიახ. ერთად ვსწავლობ. სწავლობდით თქვენ. ერთად ვსწავლობდით საფათო აკადემიაში. გიგი პაპა ვარ. გიგი პაპა ვარ. დიახ. პაპა ვარ. ირაკლი ჩეიძე. დიახ. საკმაოდ ნიჭიერი მხატვარია მე ესე ვთვლი, მაგრამ ჯერ არ არის ცნობილი მისი ნახატები, მაგრამ ერთ-ორ წელიწადში მისი ნახატები მე მაქვს ცნობილი გახდება და ასეც იქნება. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. დიახ, ირაკლი პაპა ვარ. ჩეიძე. დიახ. თან არის ხა იცი ცხოვრება აერია, ცოტათი სახლი არ აქვს, კარი არ აქვს, ბიძაშვილთან ცხოვრობს და მაგრამ ყველაფერი დაულაგდება რა ერთ-ორ წელიწადი უნდა ვაჩვენო. დაგულაგდება. რა კარგი პერანგი გაცვიათ? ერთი წუთი გიგი ხო? გიგი პაპა ვარ. მომძანდის გიგი რაც გეტყვი იცი? მოდი ჩვენ ასე შევხვდეთ. არ მიცნობ არ გიცნობ. მოხვედი ნახატები დაათვალიერე, აღთოვანდი, ტაში დაუკარი, ავტოგრაფი მიიღე, წახვედი მე ალაფუშაძე, შეჭამე დალია, წადი სახლში. აქეთ არის? აქეთ. მადლობთ. კარგად. დათო, მოდი. აი წეგან ახლა იქით ვიყავი და მე მგონი ვიღაც კაცი აპირებდა შენი ნახატების ყიდვას. მართლა? რა იცი? ვინ? რა ვიცი? ხუთლარიანის ხუნდა ხო არა გაქვს? კარგია, მაშალა. აქ მაინც გაჩერდი და აბსოლუტურად მაიმუნობ რა. აი გაიგიდება ჩემი ნახატები და მე ვიკისრებ ერთ კარგ ფორმალს. მაგას. და მე ნახოთ შენ არ წამოხვალ იქ. დიახ. ფორმალს კისრულობ დათო? ოჩახ ფორმალს კისრულობს. მოსულა ძალიან კარგი. ლაშა არიცი აქ სადმე ახლო პონჩიკები რო იყიდებოდეთ. იცინეთ. უკაცრავად ბატონო დავით. ეს ნახატი სუქნების კეიფი. სეჩია შესაძლებელი. ბაი მე ისა უკაცრავად დათუნა ერთი წუთით მე გიპასუხებ. ეს ნახატი აი სალათი ზეთშია ნამდვილად შესრულებული. დიახ მე გავაკეთე სხვათა შორის არაჩვეულებრივი და ძალიან გემრიელი გამომდის. ჩემმა მეზობელმა ნაირა მასწავლა, უბრალოდ კი არ მასწავლა. იმდენი ხანი ვეხვეწე, ვემუდარე. ქალბატონო ნაირა იქნებ მასწავლოთ, რეცეპტი ჩამაწერინოთ, არ ჩამაწერინა. მე ისე მოხდა მე ეს რეცეპტი სადღაც აღმოვაჩინე სხვაგან და დღეს დღეობით მე ამ სალათს ისეც ვამზადებ, ზეთში ვამზადებ. ქალბატონი ნაირა გულზე სკდება. ლაშა, გეძახის, ლაშა. კარგით შემდეგ მე გავაგზავნებ ჩვენს საუბრს. ხო, და მოერდავნოთ ესე იგი ეს ნახატი არის. უკაცრავად, ეს მაპატით დიახ. დათო, გავაშე. რაგაშ. ეს ფე. აჰა, ფე. ხო, იცი რა ქენი, აი თამრის გვერდზე არის ცარიელი ადგილი, ხო და აი ზუსტად მან დაგიგე, მიტყვა. ვა. თამა? ნო. როგორ ხარ? კარგად. ეს რა არის? ეს ნე. შენს დაგხატა ვაჟბატონო. ნახატში კარგი გამოსულ ხარ. მადლობა. ი მადლობა. რასაკეთებ ვახო? ეს მეზობლების კუთხეა. შენ სადმე წელს სხვაგან დაკიდე, დათო? ეს ჩემი ადგილია, თამარ მეც. თქვენი მეზობელი ვარ უკვე. რა? ო, ეს ლიგა დალახაძის ბინა ვიგირავე და?
ხო რა ლიგა ტალახაძის ბინა მივეცი როგორი გადი ახლა იქით, გადი. გადი დავაკვირე ვერ დაიჯერეთ. იცი რა და მე მართლა დღეს კარგად ჩაიარა ყველაფერი რა კმაყოფილ დათო რომელიმე სურათი გაიყიდა? კი გაიყიდა 3 სურათი ესე ერთი იყო მოხუცი კატა და კაცური კაცი მესამე იყო სხვათა შორის შეწარმოიდგინე და მესამე ის რომელიც სურათი იყო თამარი საქორწინო კაბით მაგრამ ვინ იყიდა ის ვერ დავინახე და ვინ იყიდა? არ ვიცი ალბათ ვახო არა, ვახო ვერ იყიდა, იმიტომ რომ ვახო მალევე წავიდა. თამარმა რო ის აჯანჯღარებული შამპანიორის ბოთლი მისცა გასახსნელად, ის მერე მალევე გაიქცა. და ხორაშებით ახლა არ მოდიხარ? ეს რა არის? ეს რაღაცა ნახატი მომეწონა და შევიძინე. ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე. მე და ღამე. გენიოსი იყო გალაქტიონი რა. გამარჯობა თამარ. გამარჯობა. ლიფტის ფული მოვიტანე. მე ხო თქვენი მესოფელი ვარ და მომეცი? კარგად იყავი. კარგად. ესე იგი, რა ფული კი მოაქვს. ესე იგი. ლიკა წავშალეთ. ვახო პლუს ლიფტის ფული 10 ლარი. ვინარი? აი მე. თამარ. ნაგვის ფულიც მოვიტანე. მე ხომ მეზობელი ვარ და მომეცი? ახო დამეკარგე ახლა აქედან. მიდი. ეს ვერ არის კარგად, ხო იცი? ნაგვის ფულიც მოიტანა. არ არის.